ჯერ წესიერად არც დაგიწყიათ. რა დასრულებაზე გაქვთ საუბარი? დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს უნახავს ისეთი ბავშვი ცხოვრებაში, მშობლის მოტყუებას რომ ცდილობს და რაღაც 1000 სისულელეს მიედმოედება, ოღონდ კი არ თქვას რომ გაკვეთილი არ იცის. ან რა ვიცი, მაგალითად რაღაც ნივთის გაყიდვის დროს გამყიდველი რომ ცდილობს დამალვას ხარვეზების, რომელიც გააჩნია მის გასაყიდ ნივთს. ავტომობილს ყიდულობს და კოროზიები აქვს და გეუბნება რომ არა უშავს. ნახა ამდენი ხნის მანქანას ეხლა რაღაცა დაზიანება ექნება. ეს რატოა გაფუჭებული? ამიტომ ის, იმიტომ და ნუ ყველაფერზე მოძებ მიზეს, ოღონდ არ თქვას რომ მისი ნივთი არის ცუდი. აი დაახლოებით ასე იქცევა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოც, რომელმაც გადაწყვიტა რომ დაასრულოს ქვეყანაში სისტემური რეგისტრაციის პროცესი. დაასრულოს, რომელიც ჯერ არც კი დაწყებულა წესიერად და დასრულებისკენ კი არა, სადღაც შუაშიც კი არ არის ჯერ მისული. და თან ამ ყველაფერს უფასო პროექტი ქვია, უფასოდ კეთდება თურმე ეს ყველაფერი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როდესმე ამ გულუბრყვილობას მოვიშორებთ და გავიაზრებთ, რომ ამ ქვეყანაში უფასოდ არაფერი არ ხდება. აქ არის აურაცხელი რაოდენობა ტექნიკის შეძენილი, უამრავი ავტომობილია, უამრავი რესურსია ამაში ჩასხმული და ეს საბოლოო ჯამში ჩვენი მოქალაქეების გადასახდელია. ამიტომ ეს უფასო ვერანაირად ვერ იქნება. როგორ შეიძლება შენ დაასრულო სისტემური რეგისტრაციის პროცესი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და მგრძნობი არის საკითხია ისე, რომ სრულყოფილად არ გამოიკლიო ადამიანების უფლებები. 2 წლის წინ დაწერილი აქვს ხალხს და არც კი შესულანაჯერ არ აუზომიათ ნაკვეთი და ასეთ პირობებში სახელმწიფომ გადაწყვიტა საჯარო რეესტრის თაოსნობით სისტემური რეგისტრაციები ქვეყანაში სრულდება და რაღაც პატევი დაგვდოს თურმე რომ სპორადულად კიდე შეგეძლებათ, მაგრამ სისტემურს მოურჩი და დავასრულე. მოგლეთ. ამ საქმიდან არაფერი გამოვა. მე წავედი. არაფერი არ დასრულებულა და სანამ ჩვენ ამაზე რეაქცია გვექნება არასათანადო, მანამდე შეეცდებიან რომ შემოგვასაღონ ეს ეგრეთ წოდებული დასრულება, აქამდე კი ხდებოდა შეცდომების დაშვება, მაგრამ აი ახლა ისე გაკეთდა, რომ აღარასდროს არც ერთ თაობას აღარ მოუწევს ამ საკითხის კიდე ერთხელ განხილვა და თქვენ კარგად უნდა გაიაზროთ, რომ უფასოებასთან ერთად ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის თქვენ ქონებას და ეს განკითხაობა, ეს საფრთხეს გიქმნით თქვენ, ეს მოგდებული კიდევ გაძლევს შანსს, რომ რაღაც დამიმტკიცო. აი ამ პროექტის დასრულების შემდეგ საბოლოოდ ეს ქონებები გახდება სახელმწიფო საკუთრება და აქეთ დაგიწყებენ თამაშს, სად იყავი აქამდე, მოსულიყავი, გეთქვა, უფასოდ ვაკეთებდი, ამას ვაკეთებდი. თქვენ თუ არ აქტიურებთ, გექნებათ იმედი, რომ ვინმე უფასოდ თქვენ გასაკეთებელს გააკეთებს, ეს ქონებები საბოლოო ჯამში გახდება სახელმწიფო საკუთრება. ამიტომ იჩქარეთ და თქვენი ქონებრივი უფლებებისთვის იბრძოლეთ, სანამ ჯერ კიდევ დროა.